ეს არის ოზემპიკზე უკეთესი. ვინც არ იცით რა არის ოზემპიკი, ეს არის წონის დასაკლები ნემსები, რომელსაც რა თქმა უნდა არ მივესალმები. თუ რატომ, ამას ვიდეოს ბოლოს გაიგებ. დაიკელი 2 კილოგრამი ძალიან მარტივად. პირველ რიგში იარე მინიმუმ 10 წუთი ყოველი ჭამის შემდეგ. ვარჯიშს შეუძლია დაწვას გლუკოზა, ასე რომ ის არ გარდაიქმნება ცხიმად. მეორე, ვაშლის ძმარი წიკვი დარიჩინით 300 მილილიტრ წყალში გახსნილი. ეს დაგეხმარება სისხლში შაქრის დონის დაბალანსებაში და შეამცირებს ლტოლვას ნახშირწყლების მიმართ. მესამე, ინტერვალური შიმშილი და ნახშირწყლების შემცირების კომბინაცია. ეს ორი ერთად შეამცირებს შიმშილს და ლტოლვას. თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევადარებთ, ოზემპიკს აქვს გვერდითი მოვლენები. გააკეთეთ 18 საათიანი ინტერვალური კვება, სადაც გექნება 6 საათიანი კვების ფანჯარა. შენი პირველი კვება იქნება შუადღის 12-ზე და მეორე კვება საღამოს 6-ზე. შეამცირე ნახშირწყლები და ორგანიზმი დაიწყებს რეზერვში არსებული ცხიმის გამოყენებას, რაც დაგიქვეითებს მადას. თუ გსურს დაიკლო წონაში, იმისათვის რომ გავიგო, შევძლებ თუ არა შენს დახმარებას, დაწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება და ჩავნიშნოთ კონსულტაცია.